ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეო ჩანაწერზე, რომელშიც მოხუც ქალს პნევმატური თოფიდან ესვრიათ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე ოჯახში ძალადობის მუხლით აღიძრა. ინციდენტში მონაწილე პირი, რომელმაც ვიდეო გადაიღო, შემდეგ კი სოციალურ ქსელში ატვირთა, აცხადებს, რომ ადგილი ჰქონდა მხოლოდ ხუმრობას, თოფში კი ტყვია არ იდო. ლაშა მესხის რეპორტაჟი დეტალებით. ახალგაზრდების ეს უცნაური ვიდეო გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა. წყალტუბოს რაიონის ერთ-ერთ სოფელში მომხდარი ფაქტით სამართალდამცავები უკვე დაინტერესდნენ. დაკითხულია ინციდენტში მონაწილე ბებია და ორი შვილიშვილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს. ვიდეომ დაინტერესება გამოიწვია შინაგან საქმეთა სამინისტროში, გამომდინარე იქიდან, რომ ის შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს და მოახდინა პოლიციამ მყისიერი რეაგირება. კერძოდ დაიწყო გამოძიება 125 ცემის მუხლით. რის შემდეგაც იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამართალდამცავებმა მოახდინეს ჩართული სუბიექტების იდენტიფიცირება და მათი ნათესაური კავშირის გამოვლა. რომელი ნორმალური ადამიანი ესროს ტირის თოვში ტყვიას მოხუც ადამიანს. ხანდაზმულ ქალზე ძალადობის ფაქტს უარყოფს მისი შვილიშვილი, რომელმაც ვიდეო ჯერ გადაიღო, შემდეგ კი სოციალური ქსელით გავრცელა. ნონა ქუთათელაძეს უკვირს თუ რას ხედავს საზოგადოება ვიდეოში უჩვეულოს. რა ხდება? ბებია ჩემსაც უნდა და სურვილი აქვს ვიდეო გადავიღოთ და 100 წლის მერე მეთვადი ხალხს მეკეთოს, მოკვდება, თვითონ ხავის სურვილია, რომ აი უყურეთ და იქ საშინელება არაფერი არ არის, იქ ტყვიებს ვინმეს არ ესროულება, ეს არის უბრალოდ როგორ შეიძლება უწოდო ამ ყველაფერს. სრუობა. შესაძლო ძალადობის ფაქტს გმობს არასამთავრობო სექტორი. უფლებადამცველების განმარტებით სამართალწარმოება არ იცნობს გართობის ამ ან სხვაგვარ სახეობებს. მესამე სექტორის საგამოძიებო უწყებას ეფექტურობას და სისწრაფეს თხოვს. თავარია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დროულად მოხდეს ამ ადამიანის ამ შემთხვევაში დაკითხვა და მისგან ინფორმაციის მიღება სასახად როგორ რავითარებაში და ხომ არ ქონია მსგავს ქმედებას ამ ვიდეოს გარდა ასევე ადგილი, იმიტომ რომ ეს შესაძლებელია სისტემურ ხასიათსაც მიღებულობდეს სისტემურ ხასიათს. ამ შემთხვევაში არსებითი არ არის, ჩვენ ხუმრობთ და იმით ადამიანს ესე ვთქვათ ადამიანზე ძალადობთ და ტკივილს ფიზიკურს განვაცდევინებთ, თუ თქვათ სერიოზულად განვაცდევინებთ. ეს არც თუ ისე საინტერესო დამოკიდებულება იქნება გამოძიების ეტაპზე. იყო თუ არა ეგრეთ წოდებულ კისტის თოფში ტყვია და აქვს თუ არა ხანდაზმულის მიმართ მსგავს დამოკიდებულებას სისტემატური ხასიათი, ამას გამოძიება დაადგეს. სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით კი ამგვარი დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მოძალადეს 1-დან 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.